2025 წელს ნიგერიაში სასაკლაო მოუწყეს 7000-ზე მეტ ქრისტიანს. ბოლო 229 დღის განმავლობაში ტერორისტული დაჯგუფება ბოკო ჰარამი გამიზნულად ხოცავს ქრისტიანებს. მეგობრებო, არ შემეძლო რომ ეს თემა მე გამომეტოვებინა, არა მეხსნა ის კონფლიქტი, რომელიც ამჟამად ამ წუთას მიმდინარეობს ნიგერიაში და გამიზნულად ხოცავენ ჩვენი სარწმუნოების მიმდევარ ქრისტიანებს. რაზედაც ამ თემას მე ვერანაირად ვერ აუვლიდი, მე გვერდს იმის და მივხვდით რომ ბევრი შიდა პრობლემა გვაქვს ამჟამად ქვეყანაში. ასე რომ გადავწყვიტე რომ დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრო თუ რა ხდება რეალურად ნიგერიაში, რატომ ხოცავენ ქრისტიანებს, ვინ არის ბოკო ჰარამი, ტერორისტული ექსტრემისტული დაჯგუფება, რომელიც გამიზნულად ხოცავს ქრისტიანებს ნიგერიაში და ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს მე განგიმარტავთ დეტალურად, ასევე ვიდეო რეაქცია მაქვს მომზადებული თქვენთვის, იმიტომ რომ დონალდ ტრამპის გამოვიდა და თქვა რომ თუ არ მორჩება ეს რეკორდული რაოდენობის ქრისტიანთა ხოცავ ნიგერიაში, ამერიკის შეერთებული შტატები გადასხავს საკუთარ ქვედანაყოფებს და თვითონ მოაგვარებენ ამ პრობლემას. რაზედაც დასაფასებელია ამერიკის პრეზიდენტისგან ამ სიტყვის მოსმენა. მეგობრებო, მოდი ახლა ჩვენ სანამ ამ ვიდეოზე ჩვენ გადავალთ, გთხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, გაუზიაროთ მეგობრებს, ასევე სრული შემთხვევაში გამოვყევით Instagram-ზე და ვისაც დამატებითი სრული კიდევ გექნებათ, შეგიძლიათ არხს განვითარებაში დაეხმაროთ და გააკეთოთ დონაცია, რომელიც ლინკები აღწერაში ამითითებული. მოდი ახლა გადავიდეთ ამ ვიდეო რეაქციაზე. ვინ არის ბოკო ჰარამი, დაჯგუფება, ვინ ამისი ლიდერი, რომელიც არის ჩვეულებრივი შეშლილი გიჟი, რომელსაც მე მოусმინე და არაერთი დოკუმენტური ვიდეო ნახე მის შესახებ. მოდი ახლა დეტალურად გავშიფროთ ყველაფერი. Declares war on the entire world in the name of the ეს არის მეგობრებო, ეს არის ავადმყოფი ადამიანი. ეს არის რადიკალი შიიტური ისლამის წარმოადგენელი და ლიდერი დაჯგუფების, რომელიც დაახლოებით უკვე 20 წლის განმავლობაში აწიოკებს ნიგერიელ მოსახლეობას, განსაკუთრებით ისინი აკონტროლებენ ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილს და კამერუნის მისი მოსაზღვრე კამერუნს აქვს გაძლიერებული სასაზღვრო პოლიცია, იმიტომ რომ ესენი არიან ექსტრემისტები, ანუ ადამიანი თვითონ ამბობს ეს ადამიანი, რომ მე ჩემი რელიგია არის, რომ დავხოცო ადამიანებიო რა. მოდი მოვუსმინოთ. Quran. Obama, Francois Hollande, Queen Elizabeth, they will not kill me. The infidels მიმართავს აქ ობამას, დედოფალი ელიზაბეთ, ეს ცოტა ადრინდელი ვიდეოა, ეს დაახლოებით 10 წლის წინანდელი. განაგრძობს ადამიანების კლასს და ამბობს, რომ ამაზე სერიოზული ნადირობა მიდიოდა და თვითონაც აქ ამბობს, რომ რაც არ უნდა იცადოთო მე ვერ მომკლავთო რა. The world will not kill me. We follow the orders of the Quran in the name of Allah. ანუ ჩვენ მივიზდევთო ყურანის სიტყვასო და ალაჰის სიტყვასო. Akasan Allah nakane kasan Allah yashimpuda dan abi Qur'an. ნუ ამ ჟესტიდის ამბობს, რომ ყველას დაგხოცავთო რა და ნუ ქრისტიანებზე რა თქმა უნდა საუბარი. ხო, აი ესეთი დაჯგუფებები ყავს მეგობრებო, რომელსაც ხედავთ და ნუ არასრულწლოვანია დაწყებული, ამას აქვს გარკვეული ციხეები გახსნილი, სადაც ქალები როგორც მონებისი არიან ნიგერიაში, ანუ ჩვეულებრივი მონები, ამაზე სხვადასხვა დაახლოებით 5 წლის წინ იყო ამერიკელი სელებრიტების მიერ მოწყობილი დიდი მარში, სადაც ისინი ითხოვდნენ, რომ bring our girls back, ესეთი სახის კამპანია იყო, რომ დააბრუნდნენ ჩვენი გოგოები სახში, იმიტომ რომ 200 სტუდენტი ყავდათ გატაცებული და რაღაც არაადამიანურ წამებებს და იმებს უკეთებდნენ ესენი რა. Sheiko and his 30,000 jihadists use particularly bloody methods. ხო, ნუ აი სისხლის ღურის აი ყველა აი ხო არის ალ-ქაიდა, ხო არის ISIS, ხო არის აბო ამალის ორგანიზაცია და ბევრი სხვადასხვანაირი შიიტური რადიკალური დაჯგუფებები, მაგრამ ამაზე სისხლის ღვრელი აი თამიჯერეთ არც ერთი არ არის, იმიტომ რომ და ნიგერიელების ბუნებაშია მეგობრებო, ისეთი რამე რომ ანუ ძალიან სექტანტები ხდებიან რა. აი თქვენც რომ მაგალითად ქრისტიანებიც აიღო იქაც რა. ისინიც კი არიან ექსტრემალურ, ესე ვთქვათ, პარანოიაში გადავარდნილები. ჩემი უდიდესი პატივისცემის და მიუხედავად, რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ეს ესეა. ისინიც კი გადავარდნილები არიან, აი ძალიან ემოციური ხარხი აქვთ ზოგადად ნიგერიელები და ეს ყველაფრის, ესე ვთქვათ, თუ ვიღაცა სტანდარტულად რაღაცა პორცია მისდით, ესენი უფრო ამაღლებენ და ამაღლებენ მაქსიმალურად, მაგალითად, მათი დოგმატიკის ამ ვერბალურ თუ პირდაპირ ენას. მოდი მოვუსმინოთ კიდე. ნუ ეხლა მე ვსაღარ ჩამოვანახებ, ნუ და ეს არის ისენი რომ ანუ public execution-ს უკეთებენ რა. და ეხლა ეს კაცია გამოსული, რომელიცაც აი ბოლო დღეებში იყო, მე მგონი, როგორც მე ვიცი, 200-დან 300-მდე გამიზნულად დახვრეტილი ქრისტიანი და ეხლა ეს ამბავი გამოდის, რომ ანუ რო საუბრობთო პალესტინაზეო და იქაულ იმებზეო და ამაზეო, რატო არ ეხებითო და არავინ არ საუბრობს ამის შესახებ, მართლა ხმაური და აი მართლა ერთადერთი იყო ანრი კურტანიძე, დიდი პატივისცემა ჩემგან მას, რომ ამაზე ჩაწერა ვიდეო. რომ მეინსტრიმ მედია ამაზე საერთოდ ხმას არ იღებს, რომ ამჟამად ამ წუთას მიმდინარეობს ნიგერიაში ქრისტიანთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა
იმიტომ რომ ადგილობრივი მთავრობა ვერ ერევა ამ დაჯგუფებას, იმიტომ რომ არიან მეგობრებო ნიგერიაში ორად გაყოფილები რა. ბოკო ეს ჰარამი, რომელიც არის ტერორისტული შიიტური დაჯგუფება, დანარჩენები არიან ფერმერები, ან ძირითადად ქრისტიანები და არის მთავრობა მანდ. ანუ აჯანყებულები არიან ჩრდილოეთით, ცენტრში არიან ეს ქრისტიანები და ნუ მთავრობა ვერ ახდენს მის ესე თქვა გაკონტროლებას, იმიტომ რომ არ აქვს შესაბამისი ინსტიტუტები ისე გამართული, რომ მაგალითად აღმოფხრას ისეთი ტერორისტული თავდასხმები და მასობრივი ხოცვა, როგორც ესა ტრამპმა ეგ თქვა ზუსტად, რომ მე შეწუხებული ვარ, რომ ნიგერიის მთავრობის ამ გაუკუღმართებული და აბსოლუტურად ინერტული პოლიტიკითო და თუ გაგრძელება ქრისტიანების ხოცვა, მე გადავსხავო ჩემს ქვედანაყოფებს, მოდი მოусმინოთ. To be outside performing prayer every day and they expect us to silence now is an order. ნახეთ, ეს არიან ხალხმა, შეხედეთ რა. აი ნახეთ, რამდენ კუბოებს ერთად მარხავენ. Nigerian government came out openly and denied there is no ვერაფერს ვერ აკეთებს ნიგერიის მთავრობა, რომ შეაჩეროს გენოციდი. of Christians in Nigeria and look at it today. Is there any Muslim? არც ერთი მუსლიმი აქ არ არის, მარტო ქრისტიანებია. საშინელება არის, ძალიან დიდი საშინელებაა მეგობრებო, ძალიან დიდი. United Nations, I know you're watching it. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ვიცი რომ იყურებო ეხა შენო. American Senate. American You are Senate. watching what I'm შენ doing. სამასახა I'm უყურებ. saying here. რასაც ეხა მე ვამბობ. Special advisor to Trump. ამერიკის ტრამპის მრჩეველო. Please tell Trump to save our lives. გთხოვ ანუ ტრამპის მრჩეველს იმართავს, გთხოვ რომ უთხარი ტრამპს რომ შეაჩეროს ჩვენი სიკვდილიო. In Nigeria, they are killing Christians in Nigeria. Massacre Christians. Free Palestine. აი ხა ეს არის კიდე ძალიან საინტერესო, აი ეს რო არის დაცინის რა ფრი პალესტინელებს რო გამოდიხართო და მარტო ამას აშარშებს ფულს გიხდიანო, ამაძე რატო გრეტა თამბერგი იმას რატო რაღაცას ქრისტიანებს როგორ ხოცავენო, მაგრამ მაგაში არ უხდიან მეგორეო ფულს და მაგიტომაც. From the river to the sea, Palestine will be free. Well, who wants to protest for Nigeria? Not me. Who cares about Palestinian lives? Yeah, me. Well, who cares about Nigerian Christian lives? Not me. ვის ადარდებს ანუ მარტო გადარდებთო პალესტინელი ისენიო, რა ქვია, არაბებიო და არ გადარდებთო ნიგერიაში მოკლული ქრისტიანებიო, რა ამაზე აშარშებს. There is a Christian genocide in Nigeria right now. ანუ ქრისტიანთა გენოციდი მიმდინარეობს ახლა ნიგერიაში. Where are the Palestinian protesters? Where are the human rights? სად არიან პალესტინელების ხარდამჭერებიო, ფრი პალესტინელებიო, ფრი პალესტინელებიო და ისინი ადამიანთა უფლებათა დამცველებიო. Activists, where are the news outlets? Where is Greta? She acts like a hero, traveling the sea to save the Palestinian people. Where is the Black Lives Matter? სად არის შავების მოძრაობაო, რომელიც თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლაო. ეს ყველაფერი არის დაფინანსებული პროექტები და მაგითო. ქრისტიანები რო ყოდებიან იქ, მაგას არავინ არ ლაპარაკობს, მაგრამ როგორც კი პალესტინელს ანუე შეეხებიან, ეგრევე ანგლოსაქსები ძალიან დიდ ფულს უხდიან იმათ და გამოყავთ ეს ჰოლივუდის სელებრიტები და ეს ევროპაში მორბენალი ეკოაქტივისტები. Movement that said we care about black lives, George Floyd, but there are more black people dying in Nigeria. ანუ თქვენ როდესაც შავი ადამიანების სიცოცხლეები გადარდებთო, იმაზე მეტი ფერატკანიანი ყდება ნიგერიაშიო, ვიდრე ეს საერთოდ თქვენ წარმოგიდგენიათო რა. Sudan and the Black Lives Matter movement is nowhere to be found. და არც ერთი Black Lives Matter-ის მოძრაობის აქტივისტი არსად არ ამბობს და არ აპროტესტებს ამასო რა. Black Lives Matter, it looks like black Christian lives don't matter. See, Black Lives Matter as long as they're not Christian. They don't care about life, they care about looking nice. მათ არ ადარდებთ არაფერი, მათ უბრალოდ უნდათ რომ კარგად გამოიყურებოდნენ და აბსოლუტურად ვეთანხმები იმას. აბსოლუტურად. აი ეგერ მეგობრებო, მოდი ეს პოსტი გავხსნათ ახლა თქვენ რო ნახოთ კარგად. დონალდ ტრამპი ნიგერიაში ჯარების განლაგებას არ გამორიცხავს. ნიგერიაში ქრისტიანების რეკორდულ რაოდენობას კლავენ, მას არ დავუშვებთ. ეს რამოდენიმე დღის წინ ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა. და სხვათა შორის მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ მადლობა ამაზე ტრამპს, რომ ეს გამოკვეთა, იმიტომ რომ არც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ხმა არ მოუღია ამასი, არც ადამიანთა უფლებათა დაცვის ორგანიზაციას, არც ევროკავშირს, საერთოდ ხმა არავის არ მოუღია და ერთადერთი ტრამპი გამოვიდა და მაგათ თქვა, რომ რეკორდული ბაჩელებით ქრისტიანთა მკვლელობა თუ განხორციელდებაო, ჩვენ ჯარებს გადავსხავთ იქო. რაც მართლა დასაფასებელია ტრამპისგან. იმიტომ რომ ზოგადად ტრამპ ძალიან ბევრი ქრისტიანი ევანგელისტი უჭერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მხარს და ესეთ რამეებს გვერდს უბრალოდ ვერ აულის. ხო, ჩვენ რა შეგვიძლია კიდე დავამატოთ მეგობრებო, ზოგადად ბოკო ჰარამი, ეს ტერორისტული ორგანიზაცია, როგორც გითხარით, გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით. მე ეხა ისეთი კადრები ვნახე მე.
X-ე რომ ნუ მაგას ფიზიკურად აქ ვერ განახებთ, იმიტომ რომ ეს არის წარმოუდგენლად საზიზღარი რა მეგობრებო, წარმოუდგენლად არა ადამიანური სასაკლაო. და ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ აფრიკის კონტინენტზე არის გაპარპაშებული ისეთი ორგანიზაციები და საუბარი მაქვს, რა თქმა უნდა, ჯიჰადისტურ ისლამურ რადიკალურ ორგანიზაციებზე, რომლებთანაც ახლოს არ არის ისრაელი. იმიტომ რომ ისრაელი მაგათთვის არის პირდაპირ როგორ ვთქვა, ანტიფრიზი, ვაქცინა, რომელიც ეგეთ ორგანიზაციებს აგვარებს თავის სტილში. იმიტომ რომ ხა ნიგერიაში ეს არსებული ეს ბოკო ჰარამი, ხო, არის მეგობრებო, ჩათვალეთ, ISIS მაგასთან რო შეადარო არაფერი არ არის. ნუ იდეაში კი ითვლება ISIS-ის აფრიკულ განხრათ, მაგრამ ISIS როა იყო ახლო აღმოსავლეთში, ბევრად ჰუმანურია ვიდრე ეგენი. ნუ იქ ვნახე ის საზიზღარი კადრები, ქალებს როგორ ექცევიან, ტყვეებს როგორ ექცევიან. და ადამიანებთან მიდიან და შუბლზე ანუ იარაღს ატევენ, რომ what is your religion? ეკითხება რა არის შენი რელიგია? თუ ეტყვი რომ ქრისტიანი ხარ, შუბლში ტყვიას გესვრიან. ხო და მათი ლიდერი არის ჩვეულებრივი შიზოფრენიკი, რომელიც განახეთ ვიდეოს დასაწყისში. ამიტომ მე ვისურვებ, რომ ეგეთ ადამიანს ვერაფრით ვერანაირი დიალოგი, ვერანაირი კონსენსუსი, ვერანაირი კომპრომისი ვერ უშველის, მაგ ადამიანს ჭირდება ლიკვიდაცია, რა თქმა უნდა. და იმედია შეერთებული შტატები ამას მიხედავს. იმიტომ რომ შეერთებული შტატები, რასაც უნდა ზედამხედველობდეს ახალ მსოფლიოში, არის იმ ქრისტიანთა უმცირესობა ფაქტიურად ნიგერიაში ხო ქრისტიანების უფლებათა დაცვას, რომელსაც სხვა არც ერთი დიდი ორგანიზაცია ან კორპორაცია მას არ აფინანსებს და არც მათი მოძრაობა არ სადაა ცნობილი. ხო გეუბნებით, ამის შესახებ გავიგე რამოდენიმე დღის წინ. არ და ეს ხდება უკვე ძალიან დიდი ხანია. და ეს არის უბედურება, რომ ქრისტიანთა ჩაგორას არსად არ აშუქებენ და ზატო სხვა ვინმეს რო შეეხო, ან მაგალითად ებრაელს ან არაბს ხო, მაგაზე ყველაფერი გადმოაქვს. და ეს არ შეიძლება ესე მეგობრებო, არ შეიძლება. და უნდა ვისწავლოთ განსხვავება ვინ არის. ვინ არის ისლამში, ვინ არიან ისლამში კარგები, ვინები არიან ცუდები. ვინები არიან მაგალითად იმაში რა ქვია, ებრაელებში კარგები, ვინები არიან, ეს უნდა განმასხვაოთ ადამიანები, ანუ არ შეიძლება რადიკალურად ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვა. ეს ამიტომ რომ ეგრე შეიძლება შენ მოგიტანონ მაგალითად, რავი ხა, არსებობენ ისეთი ორგანიზაციები, ქრისტიანი კუქსოს კლანი მაგალითად, რავი ისეთ რამეებს აკეთებს, ისლამს არ დაისის რამე მგონი. მაგრამ ამით ხო არ განსაზღვრო მთელი ქრისტიანები ეგეთები არიან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ ჩვენ ვიცოდეთ ზოგადად ეთნიკურ ჯგუფებზე ვინ არის, ვიცოდეთ მათი მრწამსი, რომ განმასხვაოთ კარგი ცუდისგან. ვინ არის კარგი მუსლიმი, ვინ არის ცუდი. ვინ არის კარგი არაბი, ვინ არის ცუდი არაბი. ეს უნდა ვისწავლოთ, თორე ერთ ქვაბში თუ ყველა მოუხარშეთ, მას შემთხვევაში დავემსგავსებით რადიკალ, რავი, ზომბებს და ეგეთი ადამიანი უბრალოდ ინტელექტუალურად ყველაზე შეუმდგარია ყოველთვის. ხო მეგობრებო, ეს იყო ჩვენი ვიდეო მიმოხილვა. მე ვისურვებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა დაამყაროს წესრიგი მაგ მხარეში. იმიტომ რომ ნიგერია არის მოწყვეტილი ახლა მთელ ცივილიზებულ სამყაროს. ის ქრისტიანები, რომლებიც მათ იხოცებიან, არის რა თქმა უნდა ჩვენი ტკივილი და ასევე ჩვენი ანალოგიური პრობლემა და შესაბამისად ისეთი ამერიკაზე დიდი ძალა მსოფლიოში არ არსებობს, რომელიც ზედამხედველობის კუთხით ამ ყველაფერს მიხედავს. სხვა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთ სხვა ორგანიზაციას, ეს იქნება ადამიანთა უფლებათა, ისა რა ქვია, გაერო, ეს ადამიანთა უფლებათა კომიტეტი არავის არ ახსოვს ეს ყველაფერი, მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებენ, როდესაც პოლიტიკური ქულების დაწერა ჭირდებათ. ამიტომ გვახსოვდეს, რომ მიმდინარეობს ამჟამად ნიგერიაში გენოციდი, ხოცავენ ქრისტიანებს, ჩვენ ამ ყველაფერს გმობთ, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე, ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი ტრაგედია და უბედურება და დროა რომ სოფლიომ მართლა გამოიჩინოს სამართლიანობა და კონკრეტულად ამ სახელმწიფოში დაამყაროს ისეთი წესრიგი, რომელიც გამოცulis მათ უნარო მთავრობას, რომელიც ამჟამად ნიგერიას ყავს და გაანადგურებს საბოლოო ჯამში იმ ტერორისტულ დაჯგუფებას, რომელსაც ბოკო ჰარამი ქვია, რომელიც უკვე 10 წლეულების განმავლობაში ხოცავს ქრისტიანებს და ავიწროებს ადგილობრივ მოსახლეობას. ამის შესახებ უნდა იცოდეს სოფლიომ და ამის შესახებ უნდა იცოდეს ქართულმა ქრისტიანულმა სამყარომაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ რა თქმა უნდა ქრისტიანები ერთმანეთს უნდა ვეხმარებოდეთ სოფლიოსა თუ ნებისმიერ ადგილას სოფლიოში, სადაც ხელი მიგვიწვდება, რომ საერთო ჯამში რაც ქრისტემ ჩვენ დაგვიბარა, ისა რომ ერთმანეთს გავუფრთხილეთ და რაც ყველაზე მთავარია ვიბრძოლოთ ერთმანეთისთვის. ეს არის ქრისტიანისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მეგობრებო. ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დაწერეთ თქვენი აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, საიდან გაიგეთ, როგორ გაიგეთ და რა მიგაჩნიათ ამ კონფლიქტის გადამწყვეტ მთავარ, ესე ვთქვათ, იარაღად და იზიარებთ თუ არა ამასთან დაკავშირებით ჩემს შეხედულებას. დაწერეთ დაბლა კომენტარებში. დროებით.